გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 11-ზე, მე ქეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. უცხოური ფულით არჩევნებში ჩარევის მცდელობების წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთი ზომებს ამკაცრებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 ადამიანია დაკავებული. მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და მიგრაციის თემაზე გარკვეულ სპეკულაციებსაც პასუხობს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპაში მიმდინარე პროცესების ფონზე მიგრაციისა და მიგრაციული პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის გაზიარება მნიშვნელოვანია. მაკუნა აბულაძე გვეტყვის კონკრეტულ დეტალებს. იმ ფონზე, როდესაც მიგრაცია თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი გამოწვევაა, საქართველოც არ არის გამონაკლისი, თუმცა ხელისუფლების პოლიტიკა ამ მიმართულებით გაცხადებულია, ჩვენი ქვეყანა მოქმედებს საკუთარი ხალხის და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. მიგრაციის თემაზე ხშირად პოლიტიკოსებისგან სპეკულაციებიც მოგვისმენია, რაც ბუნებრივია, რეალურ სურათს ვერ აღწერს, ამიტომ პრემიერ-მინისტრი დეტალურად და ციფრებით პასუხობს ყველა ობიექტურად დაინტერესებულ პირს. 247,000 უცხოელი ცხოვრობს დღეს საქართველოში არალეგალი მიგრანტების ჩათვლით, რაც მოსახლეობის 6,6%-ია. აქედან 70% შეადგენს პოსტსაბჭოთა და ევროკავშირის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის მოქალაქეები. რაც შეეხება საქართველოში მცხოვრები უცხოელების 7,4% შეადგენს თურქები, ხოლო 4%-მდე ირანელები, შესაბამისად სპეკულაციები ამ ხრივაც ისმის ხოლმე და ამიტომ ამ ორი ქვეყნის ჯამური წილი 0,7%-ია. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ხშირად ხდება ხოლმე, მაგალითად რადიკალური ოპოზიციის წევრების მხრიდან აპელირება, ეს ეხება ეგრეთ წოდებულ არაბიზაციას, ამიტომ საინტერესოა ციფრები ამ მიმართულებითაც და დღეს პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინეთ, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროებისგან, საუდის არაბეთისგან თუ ქუვეითისგან პრაქტიკულად ქვეყანაში მიგრანტები არ ყავს. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც მთავრობის მეთაური ამბობს, დასახვეწი და ნაბიჯები, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას, კიდევ ბევრია, თუმცა კონკრეტული ქმედებები უკვე გაკეთებულია და ხელშესახების შედეგებიც მიღებული. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გაძლიერება ხდება და ციფრები ამბობს იმასაც, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ამ დეპარტამენტის მხრიდან იმაზე მეტი უცხოელია გაძევებული ქვეყნიდან, ვიდრე ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში მოხდა. კი ასევე წესრიგდება საკანონმდებლო ბაზაც და მაგალითად 1 მარტიდან მნიშვნელოვნად იზღუდება შრომითი საქმიანობა უცხოელებისთვის. მიგრაცია არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებულად აწუხებს. ევროპაში მიმდინარე პროცესების ფონზე საზოგადოების წუხილი და ამ საკითხით აინტერესება არათუ საფუძველს მოგლებული, არამედ პირიქით მხოლოდ მისასალმებელია. ბუნებრივია, თითოეული პატრიოტი ქართული სურვილია საქართველოს თავისი ეროვნული და რელიგიური იდენტობა მყარად დაიცვას და შეინარჩუნოს. ამდენად მიგრაციისა და მიგრაციული პოლიტიკის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება აუცილებლად მიმაჩნია. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პირველადი მონაცემების თანახმად საქართველოს მოსახლეობა 3,914,000 შეადგენს, საიდანაც უცხოელი მაქსიმუმ 257,000, ანუ მოსახლეობის 6,6%-ია. დაზუსტებისთვის ამაში შედის ყველა უცხოელი საქართველოში არალეგალურად მყოფი მიგრანტების ჩათვლით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაზუსტებულ მონაცემებს რამდენიმე თვეში გამოაქვეყნებს. თუმცა მანამდე საქართველოში მცხოვრები უცხოელების სავარაუდო რაოდენობა საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ. ამ მონაცემების თანახმად, საქართველოში მყოფი უცხოელების დაახლოებით 70%, ანუ 180,000 ადამიანი, პოსტსაბჭოთა და ევროკავშირის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მოქალაქეები არიან. აქედან სულ მცირე 40,000 ადამიანი საქართველოს ყოფილი მოქალაქე ან და ქართული გვარის მქონეა. საქართველოში მცხოვრები უცხოელების 7,4% თურქები, ხოლო 3,7% ირანელები შეადგენენ. ანუ გავრცელებული სპეკულაციების წინააღმდეგ რეგიონის ამ ორი ქვეყნის ჯამური წილი საქართველოს მოსახლეობაში 0,7%-ია. ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ქუვეითი, მიგრანტები პრაქტიკულად საერთოდ არ ყავს. რაც სპეკულაციებით დაკავებული პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საქმეში შეხედული ადამიანისთვის სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი.
საქართველოში სწავლობს 37000 უცხოელი სტუდენტი, რომელთა უმრავლესობა ინდოეთის მოქალაქეები არიან. სტუდენტების 7% არიან იორდანიიდან, 6% ისრაელიდან, 5% სუდანიდან, ხოლო 3% პაკისტანიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ეგვიპტიდან. ერთი უცხოელი სტუდენტი სწავლის გადასახადის სახით წელიწადში საშუალოდ 15500 ლარს იხდის და ქვეყანაში დამატებით 16300 ლარს ხარჯავს. მთლიანობაში უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში 1,2 მილიარდი ლარია, რაც ნიშნავს, რომ მათ ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი ლარი შედის. გარდა ამისა, მათ ხარჯზე საქართველოში 10000-ზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი. შესაბამისად, უცხოელი სტუდენტების პროგრამების გაუქმებით საქართველოს ეკონომიკას, ბიუჯეტს და დასაქმების მაჩვენებელს მნიშვნელოვანი დანაკლისი შეექმნებოდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სტუდენტები ქვეყანას დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ, შესაბამისად ისინი საქართველოს დემოგრაფიული სურათისთვის არავითარ რისკს არ ქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ საქმე ისე არაა, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი ამტკიცებს, მიგრაციის მიმართულებით ბევრი რამაა დასახვეწი და გასაუმჯობესებელი. პირველ რიგში ვაძლიერებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რომელმაც გასული 1 წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული 10 წლის განმავლობაში. დეპარტამენტის გაძლიერება საშუალებას მოგცემს ქვეყანა რამდენიმე წელიწადში სრულად გავათავისუფლოთ არალეგალი მიგრანტებისგან, რომელთა რაოდენობა დღეს 20000-ზე მეტ შეადგენს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა 1 მარტიდან კანონით მნიშვნელოვნად შეიზღუდება, რაც შესაძლებლობას მოგცემს როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ისე ჩვენი მოქალაქეების ინტერესები სათანადოდ დავიცვათ. მთავრობა ამ კანონის ეფექტიან აღსრულებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს. აქვე შეგახსენებთ, რომ 2017 წელს სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში შესწორება, რომლითაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აიკრძალა. საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვა და შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს. პრიორიტეტი ეროვნული. ხელისუფლების პოლიტიკა გაცხადებულია, როგორც პრემიერ-მინისტრმა მიმართვაშიც არაერთხელ აღნიშნა მთავარი პრიორიტეტი ეროვნული ინტერესების დაცვა. პირდაპირ ეთერში მაკუნა აბულაძე საუბრობდა. დიდი ბრიტანეთი უცხოური ფულით ბრიტანეთის არჩევნებში ჩაარევის მცდელობების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. დემოკრატიის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრი აცხადებს, რომ გამკაცრდება ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს დააშინოს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილე ადამიანები და უკანონო უცხოური ფულით ძირი გამოუთხაროს არჩევნებს. სოფო ბერიძე გაგვაცნობს პოლიტიკურ შეფასებებს თემაზე. ამ ამბის გავრცელების შემდეგ ქართულ ოცნებაში ერთი რიტორიკული კითხვა აქვთ, არის თუ არა ბრიტანეთში დემოკრატიული უკუსლა. ზოგადად კი საზოგადოება კარგად ხედავს, რომ სულ უფრო მეტი ქვეყნისთვის ხდება პრობლემა მათივე ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უკანონო შავი ფულის ტრიალი. მიუხედავად ამისა, საქართველოს მისამართით სწორედ მსგავსი კანონების მიღების გამო კვლავ ისმის თავდასხმები და კრიტიკა სწორედ დასავლეთიდან. ქართულ ოცნებას ბუნებრივია აქვს ამის ახსნა და რამდენიმე არგუმენტზე საუბრობს. ერთი, როგორც მართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ ამ უსაფუძვლო თავდასხმის მიზეზი არის ის, რომ ზოგიერთი ქვეყანა საქართველოს როგორც დაბალ ღობეს ისე უყურებს, მეორე კი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური განაცხადი და არჩევანი, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა და არაპირებს სხვისი მითითებებით იმოქმედოს. დიდ ბრიტანეთის წარმომადგენლებს რო ვკითხოთ, მათ შორის მის ელჩსაც საქართველოში დემოკრატიული უკუსლა გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ სუვერენიტეტის გაძლიერების მიზნით ჩვენს ქვეყანაში შავი ფულის ტრიალს ვეწინააღმდეგებით და მათ შორის ამის საწინააღმდეგოდ საკანონმდებლო ცვლილებებიც გვაქვს და ახლა ვიგებთ, რომ დიდ ბრიტანეთშიც ანალოგიური მიზნით მსგავს კანონმდებლობას იღებენ. ყველა ქვეყანა თან ხვდება, მათ შორის თან ხვდება ევროსაბჭოც, რომ პოლიტიკაში შავი ფულის ტრიალს და უცხოურ ფულს ადგილი არ უნდა ჰქონდეს, ამისთვის უნდა არსებობდეს სპეციალური რეგულაციებიც და როგორც ცნობილია ჩვენს მოგმართეს, რომ ჩვენი გამოცდილება გაზიარებული ყოფილიყო, მაგრამ ჩვენს მიმართ პოლიტიკური თავდასხმები გრძელდება, იმიტომ რომ ვიღაცას გონია, რომ საქართველოს არის დაბალი ღობე, რომ ჩვენ გავუბედეთ და ვთქვით, რომ ვართ ჩემგარი სახელმწიფო და არ დაუშვებთ, რომ ვინმესგან გარედან ვინც არ უნდა იყოს, ვიყოთ მართულები და მათი დავალებები შევასრულოთ. ეს მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ ყველა ქვეყანა თუ უნდა მას თავისი სუვერენობა შეინარჩუნოს, თავისი შიდა პოლიტიკური სივრცე უნდა დაიცვას უცხოური ჩარევისაგან. პირველად ეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა 1938 წელს. მას მერე რამდენი წელი გავიდა, არ მოშალა ეს კანონმდებლობა პირიქით. უფრო გააძლიერა, გაამკაცრა, როდესაც საქართველოს დაიწყო ამის კეთება, მთელი ევროკავშირის
ისტებლიშმენტი შემოგვესია გახსოვთ თქვენ და გვამონათებდნენ იმაზე რომ რა გავბედეთ და დავიწყეთ ჩვენი შიდა პოლიტიკური არეალის დაცვა. ახლა თვითონ დადგნენ ამის წინაშე. საფრანგეთმა მიიღო უმკაცრესი კანონი. ჩვენ არც კი დაგვესიზმრება ისეთი მკაცრი კანონი აქვს საფრანგეთს ამის თაობაზე. მე ამას მიყვა ახლა ბრიტანეთი. ევროკავშირი თვითონ ამზადებს ამ კანონმდებლობას მთელი თავისი სივრცისათვის. ასე რომ ამას უკვე ორმაგ სტანდარტსაც ვეღარ დავარქმევ. ბრიტანეთი მორიგი სახელმწიფოა, რომელიც მიიღებს ზომებს შიდა პოლიტიკაში უცხოური ფულის წინააღმდეგ. იცით, რომ ამ საკითხზე უკვე მუშაობს ევროსაბჭოც, ორგანიზაციამ კი გამოცდილების გაზიარება ჩვენს ქვეყანას სთხოვა. მადლობა სოფო ბერიძეს. გერმანიის საელჩოს მხრიდან ამ დრომდე უპასუხოდ რჩება ქრონიკის კითხვა, რა თემები განიხილეს და რა მიზანი ჰქონდა ეკაგი გაურის და პეტერ ფიშერის შეხვედრა. სპარული შეხვედრა გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ეკაგი გაურსა და პეტერ ფიშერს შორის გუშინ გაიმართა. შეხვედრის მიზანთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს არც ეკაგი გაურმა უპასუხა. დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია მეორე სხდომას გამართავს. სხდომაზე ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების საკითხები განიხილება. ეროვნულმა ბანკმა ჩინეთის ბანკთა შორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომა მოიპოვა და შეუერთდა ცენტრალური ბანკების იმ მცირე ჩამონათვალს, რომლებსაც ჩინეთის ბანკთა შორის ობლიგაციების ბაზარზე ოპერირების საშუალება ეძლევათ. ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დაშვების შესახებ შეთანხმება საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისას ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვიპოვეთ საბოლოოდ წვდომა ჩინეთის ბანკთა შორის ობლიგაციების ბაზარზე და პრაქტიკულად უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ინვესტირებას. ეს კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებს ჩვენი რეზერვების მართვის ეფექტურობას. საკმაოდ რთულად შეღწევადია ეს ბაზარი. ჩვენ წარმატებით გავიარეთ ეს გზა, მას შემდეგ რაც ორ ცენტრალურ ბანკს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს და ეხლა პრაქტიკულ ნაწილში გადავდივართ. ანგარიშების გახსნას უძღვოდა საკმაოდ რთული მოლაპარაკებები და მრავალი ხელშეკრულების გაფორმება და რა თქმა უნდა ეს პროცესი წარმატებით დასრულდა ახლახანს და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა იმ მცირე რაოდენობას ცენტრალური ბანკებისა, რომელთაც აქვთ ჩინეთის ბანკთა შორის ობლიგაციების ბაზარზე ოპერირების საშუალება. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ბათუმში სხვადასხვა დროს 3 ადამიანი დააკავეს, მათგან 2 რუსეთის მოქალაქეა. პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ალფა პვპ და გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცება დამოიღო. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასუებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად გამოძიებით დადგინდა, რომ გლდანი ნაძალადევის რაიონის სამმართველოს უფროსის მოადგილემ იდენტიფიცირების მიზნით შეჩერებულ არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მას, რომ დააკავებდა და სცადა იძულების გზით მისი მობილური ტელეფონის გამბლოკვა ფოტოების დათვალიერების მიზნით. პროკურატურის ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა გამოკითხვისას აღიარა მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, რის შემდეგაც ის ბრალდებულის სახით დააკავეს. უწყება მომხდართან დაკავშირებით შესაბამის ჩანაწერსაც ავრცელებს. გამიხსენ ტელეფონი ვერ? არა, საჭირო. გახსენ, დორ დაურეკო ახლა. დაურეკო. რა? ნევის ვიღაცას როსაც გინდა. ბიჭო, ახლა მისმინე. შვილო, პირდაპირ გეუნები რა. ჩემი შვილის ტოლა ხარ. შენი გალახვა პირდაპირ გეუნები. ნაღდა და რა. იმიტომ რომ არ მიხსენ ტელეფონი, იმიტომ რომ გამდები დავიჭირე, გაიგე მე. გამსაღებელი დავიჭირე, ნარკორეალიზატორი, გაიგე შვილო. ნარკოტიკები არ მოგაგიხსენეთ ყველა. ტელეგრამში არ მაინტერესებს, ფოტოებში მაინტერესებს. ბიჭო. ვინ არის მაშინ ბიჭო? ვინ არის? ვინ ჩემი ადმუშაობს? ციხეში. სად? ციხეში. მაგის და ციხო და გაიგე ბიჭო? დამდები ხარ რა შეგახსენი ტელეფონი თორ გამწეს ხა
ნიკიჩეს მამაშეს გვერდზე ბიჭო, გაიგე? გახსენი რა არის პაროლი? არ მაცემინო თავი ჩემი აი, რატომ მითხავდა 16 ბიჭო, ამდენიცას ხო გეუნები, გახსენი პაროლი რა. მაუ დამი დამარეკინე. დაგარეკინე, გახსენი პაროლი. ჩე დამარეკინე. სამ თითები დაგატეხინე. შენი მამის აუ, გაიგე? დაგაკავი ადმინისტრაციულად. ხალი მომწხდა. ხალი მომწხდა. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონახსნელობის ტაქტიკური ჯგუფების 11 წევრმა თურქეთის რესპუბლიკაში ნატოს საზღვაო ოპერაციაში ზღვის მცველი მიიღო მონაწილეობა. საზღვაო ოპერაცია წარმოადგენს ალიანსის ეგიდით მოქმედ დღეისთვის ერთადერთ მუდმივ საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციას. მისი მთავარი ამოცანებია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა საზღვაო სივრცეში, ზღვაზე თავისუფალი და უსაფრთხო მიმოსვლის ხელშეწყობა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება და გაძლიერება, ასევე საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ნატო საზღვაო ოპერაცია ზღვის მცველი აძლიერებს საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობებს, საზღვაო სიტუაციური ცნობიერების მხარდაჭერას და საზღვაო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ქართული ტაქტიკური ჯგუფის მონაწილეობა ნატო საზღვაო ოპერაცია ზღვის მცველში აძლიერებს საქართველოს დაახლოებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან და პროცედურებთან. ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს მედიასთან კომენტარს, პირდაპირ ეთერში ვრთავთ შალვა პაპუაშვილს. დეტალურად ისაუბრა სტატისტიკაზე და იმ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყანაში გადაიდგა. თქვენ როგორ შეაფასებთ 1 მარტიდან გაზრდება რიგი მიმართულებები მიგრაციასთან დაკავშირებით? უპირველეს ყოვლისა პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ეგრეთ წოდებული პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში, მათ შორის ის პარტიები, რომელიც არიან ალდეს და სხვა ასეთი ევროპული გაერთიანების წევრები, გულისხმობ ლელოს და სხვებს, რომლებსაც გარდა იმისა, რომ ტერორისტი ყოლიათ საკუთარ გუნდში, მათ შორის ფაშისტური კამპანიებით არიან დაკავებული და ისეთი ტერმინოლოგიით ჟონგლიორობენ, როგორც არის არაბიზაცია და ასე შემდეგ, რაც თავისი არსით უკვე არის, როგორც თქვი, ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი ღირებულებითა თუ რასთან გვაქვს საქმე. მარტივი სტატისტიკა, რაც ყველაფერს ფარდა ახადა. საქართველოში 3.900.000 არის ბოლო აღწერით პირველადი მონაცემებით მოსახლეობა, საიდანაც მხოლოდ 250.000 დაახლოებით არის უცხოელი, ანუ 6.9%. საიდანაც ამ 250.000-დან 220.000 არიან ან ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ქართველები, ან უცხოელები პოსტსაბჭოთა სივრციდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისრაელიდან. აი ეს არის რეალობა, რომ 250.000 უცხოელიდან 220.000 ან არის ქართველი უცხოური მოქალაქეობით, ან პოსტსაბჭოთა ამერიკული და ისრაელის მოქალაქეობით. რაც შეეხება წილს იმ ქვეყნებიდან, რომელზეც სამარცხვინოდ აპელირებდნენ პროევროპული, ეგრეთ წოდებული პროევროპული ძალები, როცა მიგრაციაზე საუბრობენ, იქნება ეს ირანი, თურქეთი და ეს სამეზობლო ქვეყნები, სულ არის 0.7% მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში. ამითი კიდევ ერთხელ წერტილი დაესვა სპეკულაციებს და ფარდა აეხადა, რომ ეგრეთ წოდებული პროევროპული ძალები საქართველოში ცდილობენ მსგავსი სპეკულაციებით დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. თქვენ მაშინაც ისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით და თქვით, რომ გერმანიაში საქართველოს საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არის სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტად მოხსენიებული, ასევე საქართველოს საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი. ეს არის შეცდომა, რომ 2024 წლის მონაცემები არის ალბათ სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე თუ რაღაცა განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ვიცით, რომ თუნდაც რუსეთის შემთხვევაში მაგალითად ეს მონაცემები გასწორებულია. ამას მარტივად შეუძლია უპასუხოს გერმანიის ელჩმა, რომელიც გვანებიურებს ხოლმე მისი პოლიტიკური განცხადებებით და პოლიტიკური ინტერვიუებით, მათ შორის ბოლო ინტერვიუში ნახეთ ჩვენ, რომ ის თითქოს და საკმაოდ ყალბად ჩემი აღქმით გამოხატავდა წუხილს, რომ ურთიერთობები საქართველოს და გერმანიას შორის არის გაუარესებული
და ცდილობდა ამის გადაბრალებას საქართველოს მთავრობისთვის. და კიდევ ერთხელ, აი აქ მაქვს წამოღებული მარტივი კითხვა არის. ეს არის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდიდან აღებული ოფიციალური მონაცემები ყველა ქვეყანასთან დაკავშირებით აქვს მოკლე ინფორმაცია, ვინ არის პრეზიდენტი, ვინ არის პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მოკლე ინფორმაცია ყველა ქვეყანაზე. საქართველოსთან დაკავშირებით 2024 წლის ოქტომბრიდან, ანუ არჩევნების შემდეგ არც ერთხელ არ განახლებულა. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტულად 6 თვეში ერთხელ ხდება განახლება ამ მონაცემების ნებისმიერი ქვეყნის. და საქართველოს შემთხვევაში კვლავ სალომე ზურაბიშვილი არის მითითებული პრეზიდენტად და ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად. ვისთან აქვს გერმანიის ელჩს კომუნიკაცია, რომ დაიბარეს ის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვისთან მივიდა ილია დარჩიაშვილი ნახა იქ სადმე კაბინეტებში თუ კორიდორში? ხა ეს ხო სამარცხვინო არის, რასაც ხედავთ და რა თქმა უნდა ეს არ არის რომელიმე ვებ ადმინისტრატორის ხარვეზი და შეუძლია გერმანიის ელჩს აქვს დღეს შესაძლებლობა რომ შემისწროს თუ ესე არ არის. რუსეთი თუ არ ავიწყდება გერმანიის ვებ ადმინისტრატორს ქვეყანა რომელზეც გერმანიის წინა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალე ბერბოკმა თქვა რომ ომში არიან რუსეთთან და თუ ომში არიან რუსეთთან მის მონაცემებს ანახლებენ ან არ ეზარებათ და არ ავიწყდებათ შარშან შემოდგომაზე. სირია ხომ არ ავიწყდებათ და განახლება ხდება. ირანი ხომ არ ავიწყდებათ, მოდიში. ირანი ხომ არ ავიწყდებათ და ირანზეც რომ აქვთ ხოლმე ძალიან ემოციური ფონი. ირანი ხომ არ ავიწყდებათ და მისი განცხადებები და ასე შემდეგ თლიანად არა თუ რეგიონი სოფლიოში ქვეყანა არ ავიწყდება იმ ვებ ადმინისტრატორს მითიურ IT-შნიკს რომელსაც ვინმე შეიძლება დააბრალოს ეხლა საქართველოს გამოჩ. აი ეს არის ის მდაბიო ქცევა რომელიც სინამდვილეში აზიანებს ურთიერთობას საქართველოსა და გერმანიას შორის. და კიდევ ერთხელ გერმანიის ელჩს საქართველოსთან სულ 3 წლიანი მისია აკავშირებს. მე პირადად და ბევრ ჩვენ გუნდში მრავალწლიანი ურთიერთობა გვაქვს ჩვენი მათ შორის პროფესიული გამოცდილებიდან თუ განათლებიდან გამომდინარე ურთიერთობა გერმანიასთან და გერმანელ ხალხთან და მისი წუხილი რა მოსატანია იმ წუხილთან რომელიც ჩვენ გვაქვს იმის გამო თუ რა უქნეს ქართულ გერმანულ ურთიერთობას იმ ხელმძღვანელობამ რომელიც ფაქტობრივად აგურ ნაშენი 30 წლიანი მეგობრობა ჩვენს ორ ქვეყანას და ხელისუფლებებს შორის ხასუსვა რომელიც გენშერის დროიდან დაიწყო და რეპუტაცია გერმანიისა განსაკუთრებით მაღალი იყო ქართულ საზოგადოებას შორის და დღეს როდესაც საზოგადოებას ხვდები ადამიანებს ხვდები დღეს რომ მეკითხებიან რომ რა სჭირს გერმანია რატო იქცევა ასე ქვეყანა რომელმაც პირველი საელჩო გახსნა საქართველოში დღეს მისი ელჩის სახით არის ქართულ ხალხის თვალში ისე რომ თითქოს არის ქვეყანა რომელიც პირველი უთხრის ძილს ქართულ დემოკრატიას. ამას გვეკითხება ჩვენი მოსახლეობა ადამიანები რომ რა სჭირს, რა ემართება, რა დაემართა გერმანიას, რომ მისი ელჩი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას. ასე რომ გასცემ პასუხი ქართულ ხალხს ამასთან დაკავშირებით და რაც თქმა უნდა გვაინტერესებს. მაშინ ის IT-შნიკი მაინც გაგვაცნო შეიძლება ქართული IT-შნიკია ვინმე ნაცი და ამიტომ ცდილობს რომ დააზიანოს საქართველოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ამაზე მე პირადად პასუხსველი რასთან გვაქვს საქმე. გიგაური ფიჩერის შეხვედრას გკითხავთ აქ გულშინ ჩვენ ვნახეთ ფარული შეხვედრა მათი გამოსვლელი გიგაური ჩვენ შეკითხვებს არ პასუხობს ჩვენს მიწერილ მეილზეც თუმც გერმანიის საელჩო რაზე შეიძლება ქონოდა მათ საუბარი და როგორ შეაფასებთ ამ ფარულ შეხვედრას? შემდეგ მე როგორც მივხვდი ეს იყო შეხვდენ ბინაში და არა საელჩოში და იყო პირადი ხასიათის შეხვედრა ალბათ მეგობრობებს სხვა მე არ ვიცი რა უნდა დასკვნა გამოვიტანო აქედან ერთადერთი რაც ვნახე და ამაზეც მინდა ხაზი გავუსვა ვნახეთ ქალბატონი გიგაურის ზიზღი აი ეს ევროპული ზიზღი რომელიც მისგან მოდის ჟურნალისტთა მიმართებით რომ რუსული ტელევიზია რუსული და ეს ზიზღი რომელიც გადმოდიოდა არ ვიცი რაზე ქონდა საელჩოს საუბარი ასეთი ზიზღი დამუხტული როგორ გამოვიდა გერმანიის ელჩისგან შეხვედრიდან რომ ასეთი სიძულვილი ასეთი ზიზღი აჩვენა და კიდევ ერთხელ გაგახსენებთ რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა ფინანსდება ევროკომისიის მიერ ასე რომ ამ ყველაფერში 1 მილიონი
არის გადახდილი, როგორც მათივე ინფორმაციით ვიცით, ამ ზიზღში და სიძულვეში 1 მილიონია გადახდილი, ასე რომ როგორც ჩანს, გამომუშავება ხდება ამ თანხის. ბრიტანეთის მინისტრთან დაკავშირებით ბრიტანეთის საკითხებში, დემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრი ამბობს, რომ კაწის ზომებს მივიღებ მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს დააშინოს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილე ადამიანები და უცხოური ფული არჩევნებში ვერ ჩაერევაო, მაშინ როცა ბრიტანეთის მხრიდან ჩვენ გვესმის კრიტიკა ყოველთვის მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ განმეორდა, როგორ შეფასებთ? ხო, აი გავაანალიზოთ შემთხვევა, რა შემთხვევებს ეხება. მაგალითად, ჩვენ ახლა რომ მოვინდომოთ საქართველოს ხელისუფლებამ და ბრიტანეთში მოვინდომოთ და დავაფინანსოთ ბრიტანული რომელიმე რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი. აი ჩვენ რომ დავაფინანსოთ. აი ეს ადამიანი გვეუბნება, რომ ჩვენ კაცად დაგვჯიან, გვდევნიან, ფულს არ დაგვახარჯინებენ. აი ეს არის ის წესი, რომელსაც იღებენ. შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის ელჩმა გამოთქვა გაკვირვება და შეშფოთება იმის გამო, რომ არ მიეცა შესაძლებლობა მას ბრიტანეთის საელჩოს დაეფინანსებინა რადიკალური ოპოზიციის პარტიული კედლის გაზეთი ტაბულა. ტაბულა, რომელიც ყველა, რა ვიცი, ბავშვმაც კი იცის, ასე ვთქვათ, რომ ტაბულა არის პარტიული კედლის გაზეთი, ჩვეულებრივია კედლის გაზეთი, რასაც ქვია, ეს არ არის რაღაცა აფილირებული მედია ან სხვა რაღაცა კონტაქტში მყოფი ან ასე შემდეგ, ეს არის ჩვეულებრივი პარტიული კედლის გაზეთი და ბრიტანეთის ელჩი ცდილობდა დაეფინანსებინა რადიკალების პარტიული კედლის გაზეთი. და დღეს ახლა ვიგებთ ბრიტანეთისგან, რომ იგივე ქმედება ახლა ჩვენ რომ განვახორციელოთ ბრიტანეთში, ჩვენ სასტიკად უნდა დაგვსაჯონ და ამის შესაძლებლობა არ მოგცენ. ეს ხომ ერთადერთ რამეს საჩვენებს, ჩვენ გვიყურებენ როგორც მეორე ხარისხოვან ადამიანებს და ხალხს და ქვეყანას. რომ ის იუპიტერები, რომლებიც საკუთარი თავი წარმოუდგენიათ, რომ მათთან არ უნდა მოხდეს, მათთან არავინ არ უნდა ჩაერიოს, ბრიტანელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და ქართველებს თურმე არ გვაქვს უფლება აღმოჩნდა, რომ ბრიტანელ ხალხს მივეხმაროთ დემოკრატიის განვითარებაში. რატომ არ გვაქვს უფლება? რა იყო, არ შეიძლება ჩვენგან რამე ისწავლონ და ჩვენ დავაფინანსოთ ბრიტანეთში პოლიტიკური აქტივობები, რა ხდება, ქართულ ფულს რაიმე მანკი აქვს თუ რაიმე წუნი აქვს. მაგრამ პირიქით ჩვენ გონი ვართ ხარები, აქ უნდა თურმე ფული ხარჯონ და ხმაც არ უნდა ამოვიღოთ. პრობლემა ის თან თავარი მთელი უტიფრობა ამ ყველაფრის ის არის, რომ ერთია რომ ფულს ხარჯავს, ამაზე შენიშვნა უთხრა, კითხვა რომ დაუსვა რა თუ შენიშვნა. შეიცხადებენ და თავ შეურაცხყოფილად გძნობენ, როგორც გუშინ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ევროკავშირის ელჩმა, რომელიც იმყოფებოდა საგარეო სამინისტროში, როგორ თუ კითხვებს ვავს ქართველი ხალხი, რომ რაში ხარჯავთ ფულს და როგორ თუ ქართველი ხალხი ცოტა იშმუშინება, როცა გაიგებს, რომ პოლიტიკაში იხარჯება დანიელების ფული, რომელსაც არაფერი არ ესაქმება საერთოდ ქართულ პოლიტიკაში, რა იცის დანიამ საერთოდ ვინ ვართ, იციან? დანიის მოსახლეობამ ვაიღოს რუკა გაიგებს, სად არის საქართველოს საერთოდ. ასე რომ ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ იმ ფარისეულობას, რომელიც ყოველთვის იყო, ყოველთვის უბრალოდ კარგად იფუთებოდა და დღეს ვეღარ იფუთება. მათ შორის ვერ იფუთება, იმიტომ რომ ჩვენ ვამხილეთ ბევრჯერ და თქვი მე და გავიმეორებ კიდევ, ეს არის ჩვენი მთავარი იარაღი. მართალი სიტყვა არის ჩვენი მთავარი იარაღი, რისაც ეშინიათ, ამიტომ ცდილობენ ჩვენს დასჯას, ჩვენს დევნას, რომ გაგვაჩუმონ. ერთადერთი რასაც ემსახურება ეს ყველა რეზოლუცია, განცხადება, ვიზის შეზღუდვა და ასე შემდეგ, თავარი მიზანი არის როგორმე გაგვაჩუმონ, იმიტომ რასაც ჩვენ ვიტყვით ხოლმე, შემდეგ ამ სიმართლეს უკვე ვეღარ იჭერენ და საბოლოო ჯამში სკდება ეს საკითხები, როგორც USAID-ის ამბავი გასკდა, როგორც სხვა საკითხები, რაზეც საუბრობდით, Deep State იქნება თუ სხვა საკითხები, ყველაფერი გაუსკდათ და ნაღმივით აუფეთქდათ ხელში, ამიტომ უნდა თუ გაგვაჩუმონ. რა ვქნათ, ერთი პატარა ქვეყანა ვართ 3.9 მილიონი მოსახლეობით, არ გვაქვს ბირთვული შეიარაღება და ეკონომიკური ინსტრუმენტების სხვაზე ზემოქმედების, მაგრამ ჩვენი სიტყვა აღმოჩნდა, რომ ის ქართული სიტყვა და უფრო ძლიერი არის ზოგჯერ სხვა ინსტრუმენტს. ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებით კითხავთ, სწორედ ამ კონტექსტში იქ რა გზავნილებიც იყო დაფინანსების ნაწილთან მიმართებაში თქვენ მოისმენთ, ამიტომ კითხავთ პირდაპირ თქვენს პოზიციას, რას ითხოვდნენ ამ შემთხვევაში საქართველოსგან და ითხოვდნენ თუ არა ამ დაფინანსებას, რაზეც თავად საუბრობთ. ხო, უბრალოდ ნახეთ ხომ, ესე იგი ისეთი ხდომა იყო, რომელსაც ჯო ვილსონიც კი არ დაესწრო.
არათუ სხვა კონგრესმენები, არავინ არც ერთ კონგრესმენი არ დაესწრო და ჯო ვილსონიც რო არ დაესწრება, მე მგონი გასაგებია საერთოდ რასთან ქონდა საქმე. ჩვენ ნახეთ რომ ოლესა ვართანიანი, ბახტი ნიშანოვი ერთმანეთში ჭორაობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით. აი ეს არის საერთო ჯამში და რაც თავარია შინაარსიც ხომ მნიშვნელოვანია, როგორ ითხოვდნენ ჩარევას ქართულ შიდა საქმეებში. პირდაპირ ეს ადამიანები ითხოვდნენ ჩარევას ქართულ შიდა საქმეებში. რაც შეეხება ქალბატონ თორტოს, რომ წამლად ერთი ამერიკელიც იქ იყო შეხვედრაზე, ქალბატონ თორტოს მან პირდაპირ მეორე ადამიანია მარტა კოსის შემდეგ, რომელმაც პირდაპირ აღიარა, რომ არსებობს არალეგალური შავი სქემები საქართველოში ფულის შემოტანის და მან ეს აღიარა, თქვა, რომ ეს სქემები არსებობს და დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, გასაგებია თავი შეიკავა, იმიტომ რომ უნდა სისხლისამართლის დანაშაული ემხილებინა, იმიტომ რომ ყველა ეს სქემა არის დანაშაულებრივი სქემა, ვინაიდან მისი ამოცანა არის გვერდი აუაროს ქართულ კანონმდებლობას. სწორედ ეს ასაბუთებს კიდევ ერთხელ იმ ცვლილებას, რომელიც გუშინ ევროკავშირის ელჩმა შეიცხადა. ასე კითხვები ჩვენ არ დაგვისვას ბატონმა ჰერჩინსკიმ. კითხვები დაუსვას ქალბატონ კოს, მის უფროს, რომელიც თქვა, რომ გზებს ეძებენ, გვერდი აუარონ ქართულ კანონს და ფული მისცენ მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს ქართული ხალხის ყურადღების მიღმა, ისე რომ არ კითხონ ქართულ ხალხს. ასე რომ კითხვები ჩვენთან ნუ ექნება ბატონ ჰერჩინსკის თავის უფროს კითხოს. თვითონ თუ არ არის გარკვეული საქმეში, თავის უფროს კითხოს, რა სქემები აქვს, რა სქემებს ალაგებენ ასეც, რომ გვერდი აუარონ ქართულ კანონებს. და ასევე კითხოს ქალბატონ თორტონს, რომელმაც უკვე აღიარა ეს სქემები არსებობს და ნამდვილად ვიცით რომ არსებობს. მე ვთქვი კიდევაც და გავიმეორებ, ხა მართლა ხანდახან მართლა კიდევ ერთხელ მიკვირს, ხო? ვიტყვი კიდევ ერთხელ, თავად უყვართ ხოლმე უცხოელების თქმა, რომ საქართველო პატარა, როგორ შეჭიდული ხართ, ყველა სიცნობს და ვერაცნობია, რომ მართლა ყველა სიცნობს და არაფერი არ იმალება. ის სქემები, რომელსაც ალაგებენ და მხოლოდ ერთ სქემაზე ვიტყვი, სხვა სქემებიც არის, მაგრამ ყველაზე მარტივი სქემა, რომელიც აირჩიეს, რომ ნაცვლად იმისა ფონდებმა, უცხოელმა ფონდებმა და დონორებმა და ტერმინოლოგიურადაც ამას ხაზს უსვამ, რომ ნაცვლად იმისა, რომ მისცენ გრანტი ორგანიზაციას, რისთვისაც მათ თანხმობა ჭირდებოდათ, ანუ იმისთვის, რომ არ მივიდნენ და ქართულ ხალხს არ კითხონ და გრანტში არ მოაქციონ, დაიწყეს ამ ორგანიზაციისთვის არა ერთბაშად ფულის მიცემა, არამედ მისი თანამშრომლების დაქირავება ხელშეკრულებით და ჩარიცხვა პირდაპირ თანამშრომლებისთვის სასეკე ფულით. ეხლა კიდე ერთხელ ეხლა 2-3 წლით ჩამოსული გადამთიელი რო ფიქრობს, რომ ჩვენ ეხლა ჭკვაში მოგვატყუებს ქართველებს, რა გადახედო ჩვენ ისტორია წაიკითხონ, ხო? გაერკვნენ საერთოდ რასთან აქვს საქმე და ვისთან აქვს საქმე ბოლო რა, ეხლა მართლა შტერები ხო არ ვართ აქ. ამიტომ კიდე ერთხელ საკუთარ თავს კითხონ ყველა ის ცვლილება რატომ გახდა საჭირო, რომელსაც ჩვენ ვიხებთ. იმიტომ გახდა საჭირო, რომ ევროკავშირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას მარტა კოსისვე აღიარებით, ცდილობს მის გვერდის შემოვლას. ლორა თორნტონის აღიარებით აქვს სქემები დალაგებული. ჩვენ ნახეთ, რომ ევროკავშირის წევრ ესტონეთში არის ყალბი ორგანიზაციების რეგისტრაციის სისტემა აწყობილი და რისთვის არის აწყობილი, თქვენ ხო ნახეთ ხო იქ ნიფ-ნიფის და ნუფ-ნუფის სახლში რო არის შენობაში რა რეგისტრირებული საერთაშორისო გამჭვირვალობა და კიდე 20 ორგანიზაცია ერთმანეთზე ხედან ეტყობა იმ ოფისში. რა გონიათ ხა ესტონეთში მუშაობენ თუ რასაკეთებენ? ეს ყველაფერი არის სქემა ძალიან მყარი კრიმინალური ენერგიით ამის უკან, ამას ხომ უნდა მოფიქრება, დაგეგმა, ვიღაცა ხო დაჯდა NGO-შნიკი და რომელიღაცა ელჩი თუ დონორი თუ ვიღაცა და მოიფიქრეს, მოდი ახლა ჩვენ ჩუმად სადღაცას დავარეგისტრიროთ, მე იქ ჩაგერიცხავ, შენ შემდეგ კრიპტოვალუტით გადმორიცხავ, ასეთი კრიმინალური ენერგიით, აქ უკვე აღარ არის საუბარი ჩარევა და არ ჩარევაზე, ხო? ამას უკან დგას ჩვეულებრივი კრიმინალური ენერგია, მოიფიქრო სქემები, როგორ დაარღვიო კანონი. აი ბაჩიაშვილს თუ შეედრებიან ეს ადამიანები საკუთარი კრიმინალური ენერგიით, რომელიც იმას ფიქრობდა, რომ ეხლა მანქანაში საბარგულში ჩავამონტაჟო ადგილი, როგორ შევძრე საბარგულში, როგორ დავიმალო, როგორ გადავიდე და ასე შემდეგ. ასე რომ კიდე ერთხელ ყველა ეს ჩვენ თქვით ცალსახად. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამომრჩევლების მანდატი, რომ საქართველოში
უცხოური ფული პოლიტიკაში დაიხარჯოს მხოლოდ ქართველი ხალხის თანხმობით. ეს არის მანდატი, რომელიც ჩვენ მოგცა ჩვენმა ამორჩეულმა არჩევნებს. და ეს არის მიზანი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ამ კანონმდებლობით. შესაბამისად, არ იქნება დამორჩილება იმ წესებს, რომელიც არის, იქნება ცვლილებები, რომელიც ყველა იმ შავ ხრელს თუ გასაძრომს ამოქოლავს, რომელსაც ასე დაბეჭდებით ეძებს ქალბატონი კოსი, რაც სირცხვილია, რომ ევროკომისარი თან ამას არ ვიცი, ალბათ თავისი კიდევ ერთხელ ეს არის ის არაკვალიფიცირება, რომელსაც აჩენს საბოლოო ჯამში კომისია, საკუთარი არაკვალიფიცირებით წამოწდა ეს ყველაფერი, რომ თურმე აქ გადაგვიარეს ქართველებს, აღარ ჩვენი კანონი აინტერესებთ არაფერი და როგორ აუვაროთ გვერდი ქართულ კანონმდებლობას. კითხავთ ილიას უნივერსიტეტთან დაკავშირებით. კითხავთ მათ მოთხოვნა რომ შეხვდეთ ხელთან ერთად გაიარონ ეს საკითხები. ერთი ნაწილი ეს, მეორე ნაწილი თვითონ რატომ იღებს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტთან მიმართებაში. საუბარია თქვენი ოპონენტების მხრიდან რომ ახლა დასჯახდება ამ უნივერსიტეტის და თითქოს ნაცმოძრაობის რაღაც გაერთიანებას წარმოადგენდა და მეორე მხრივ კვოტებთან დაკავშირებითაც რომ გითხრათ თქვენი პოზიცია, იმიტომ რომ აქაც ისმის კრიტიკა და ამბობენ განათლების სისტემაში მომუშავეებთან რომ მსგავსი სისტემა არ არსებობს არსად და აქაც არ გაამართლებს. პირველ რიგში რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთ წარმომადგენელს, მე მათ ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი, როდესაც მათი მთავარი გამომხმაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი, ძალიან დავფიქრდებოდი რასთან გვაქვს საქმე, თუ კი იქ ვინმე არის გულწრფელი. და თუ კი ეხა ისინი არიან მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი, გასაგებია მაშინ რასთანაც გვაქვს საქმე. რაც შეეხება გუშინ გაცხადებულ საკითხებს. რა არის ამაში ახალი? არაფერი ახალი ხომ არ არის. ჯერ კიდევ შარშან გამოქვეყნდა კონცეფცია, რომელზეც მუშაობდა სამთავრობო კომისია. კონცეფცია, რომელიცშიც დასახელდა 7 გამოწვევა უმაღლესი განათლების წინაშე. არ არსებობს არც ერთი ადამიანი, არც ერთ უნივერსიტეტში, არც ერთ სასწავლებელში და არც ერთ საექსპერტო წრეში, რომელსაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რომ არსებობს ეს 7 პრობლემა. მათ შორის არის ხარისხი განათლების, ინსტიტუციური მოწყობა განათლების და ასე შემდეგ. 7 პრობლემაზე ყველა დათანხმდა, რომ კი ეს პრობლემა არის. ანუ ჩვენ პრობლემური უმაღლესი განათლების სისტემა გვაქვს. ეს უნდა გავაცნობიეროთ. ეხლა რომ არის ისე ცდილობა წარმოადგინოთ, თითქოს რაღაც ყველაფერი კარგად არის. არის პრობლემები უმაღლეს განათლებაში. ეხლა ამ პრობლემის გადაწყვეტის გზებსაც შეეხება, ამაზეც უკვე რამდენიმე თვის წინ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა და მათ შორის ისაუბრა ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპზე. რაც იმდენად ლოგიკური და სწორია, რომ სინამდვილეში სუბიექტური დაინტერესება თუ არა აქვს რომელიღაცა ფაკულტეტის დეკანს, არ ვიცი, ან ფაკულტეტის თანამშრომელს, რთული ამას ვინმე შეეწინააღმდეგება, არც არავინ არ ეწინააღმდეგება, ხომ? ჩვენ ვნახეთ ტექნიკური უნივერსიტეტის პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომელიც მიესალმება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია, რომელიც ამას მიესალმება, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია, რომელიც მიესალმება, რეგიონული და სხვა ყველა მიესალმება. ყველა მიესალმება ამ პრინციპს. შესაბამისად, ამ პრინციპის მიხედვით მოხდა ადგილების გამოცხადება სხვადასხვა უნივერსიტეტში ყველას და ისეც ითქვა ტრადიციული პროფილის აღდგენა და თქვენ ნახეთ მათ შორის ტექნიკური და მე მგონი ტექნიკური უნივერსიტეტი ამ ხრივ ყველაზე მოგებულ მდგომარეობაში არის და ყველამ კარგად დაინახა ახლა უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტში როგორც აკადემიურმა პერსონალმა ისევე სტუდენტებმა რომ ტექნიკურ პროფესიებზე გაზრდილი არის რაოდენობა მისაღები კონტინგენტის და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი ხელისუფლების განზრახვას რომ ტექნიკური მიმართულებით სადაც ჩვენ დეფიციტი გვაქვს პროფესიონალების და პროფესიის წარმომადგენლების ტექნიკური მიმართულებები იქნება პრიორიტეტულად მიხედილი და ამ ხრივ ტექნიკურ უნივერსიტეტს ექნება განსაკუთრებული მხარდაჭერა. შესაბამისად, სხვა უნივერსიტეტებში ასე რომ, რა ვიცი, მე მგონი ყველაფერი ნახეთ. აი, ხებსაც ვკითხე. არსად არ მივდივარ აქ ვარ, კარგად. დაკავშირებით მინდა რომ კითხოთ. მოვალ თქვენ.
დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებს, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ამბობს, რომ მას შეხვედრა ჰქონდა თუსი გაბარდთან და ელოდება დამატებით განმარტებებს ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის თვალსაზრისითაც, რამდენად მნიშვნელოვანია ვიზიტი და რას ნიშნავს ოპოზიციის სპეკულაცია. ეგეთით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა განცხადება ამ ვიზიტთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩომაც გააკეთა განცხადება ამ ვიზიტთან დაკავშირებით, ის რისი თქმაც იყო საჭირო ყველაფერი ითქვა, მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ოფიციალურ პირებთან ამერიკაში, მის კოლეგებთან. ეს არის რაც ითქვა როგორც ჩვენ უსაფრთხოების სამსახურისგან, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისგან. სპეკულაცია ახლა გასაგები მათი სპეკულაციები რო ექნებათ ყველაფერთან დაკავშირებით, გასაგებია, მაგრამ ჩვენთვის თავარი არის ის, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვიღებთ როგორც პოზიტიურ სიგნალს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ იმედი, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება. ჩვენ სულ რამდენიმე დღის შუალედში ვნახეთ საქართველოს პრეზიდენტის კომუნიკაცია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაცია ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, ისე როგორც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტი მის კოლეგებთან. ასე რომ ეს დინამიკა ჩვენ გვიტოვებს ოპტიმიზმს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება. ხასების კომისიაზე თუ შეიძლება რა მოვალ, აი შემდეგი თქვენ. პირდაპირ ჩამთვით და მოიწვიოს საერთაშორისო კომპანია, რომელიც კომისიის პარალელურად იმუშავებს, რა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით გითხრათ და რა შეგიძლიათ გითხრათ უშუალოდ კომისიის პარლამენტის ჩართულობას. დიახ, დროებითან კომისია მომართა და პარლამენტი უზრუნველყოფს შესაბამისი კომპანიის თანხმშეკრულების დადებას იმისთვის, რომ მოხდეს პროფესიული ანალიზი ფასარმოქმნის ჯაჭვისა, ასევე იმ ასე თქვა სტრუქტურებისა, რომელიც ჩართული არის ფასების ჩამოყალიბებაში. ეს მნიშვნელოვანია მათ შორის იმის გამო, თქვენ ისმენთ, რომ არის კომპლექსური საკითხები და არსებობს საერთაშორისო ფირმები, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ, აუდიტორული ფირმები, რომლებთა მთავარი სპეციალობა სწორედ სპეციალიზაცია სწორედ ეს წარმოადგენს, რომ შეისწავლონ სხვადასხვა პროცესები კომპანიებში, შეისწავლონ ფასარმოქმნის საკითხები და ამაზე კვალიფიციური პროფესიონალი დასკვნა დადონ. ასე რომ ეს პარალელურად არის იგულისხმება, რომ კომისიას დაეხმაროს მისი პროფესიული ექსპერტული მოსაზრებით. ასე რომ ჩვენ მოვიძიებთ შესაბამის ორგანიზაციას, რომელიც მიეხმარება კომისიას. ეს ჩვეული პრაქტიკა არის, რომ კომისია იხმარს ექსპერტებს სხვადასხვა მიმართულებით, ასე რომ ესეც ექსპერტული დახმარება იქნება. მათ შორის იმისთვის, რომ ყველამ ნახოს, ეს არ არის პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ მოქმედეს პარლამენტი, არამედ ეყრდნობა პროფესიულ მოსაზრებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. პირდაპირ ეთერში ვუსმენთ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში. იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა 5 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა გახსნა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროცესში ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მსჯავრდებული მიუხედავად დანაშაულის ხასიათისა, სასჯელს იხდიდეს ღირსეულ პირობებში და პენტენციურ დაწესებულება არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ სასჯელის მოხდის ადგილი. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ახორციელებს არაერთ პროგრამას, რამდენიმე ათეული პროგრამაა, რომელიც ემსახურება განათლების მიღებას, პროფესიული ცოდნის დაუფლებას, გარდა ამისა, ძალიან დიდი
როლი აქვს ამ ცენტრს ადამიანების დასაქმებაში, არაერთი ადამიანი საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდგომაც დასაქმდა და სწორედ ცენტრის ხელშეწყობით. სასწავლო მიმართულებით 5 წლის განმავლობაში 3500-ზე მეტი მსჯავრდებული გადამზადდა, ხოლო დასაქმების მიმართულებით 200-ზე მეტი მსჯავრდებული დასაქმდა. ასევე მნიშვნელოვანი გახლავთ ის ფაქტი, რომ ყველა პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკა 45000-ზე მეტი წიგნით საკითხავი ლიტერატურით შეივსო. ცენტრი შემდგომშიც არაერთ პროექტს განახორციელებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათა შორისი კომისიის სხდომა გაიმართა. თეახვლედიანმა მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში 25 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა და განიხილა სამშვიდობო ინიციატივის ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ განხორციელების მიმდინარეობა. ამასთან შერიგებისა ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში შესაბამის დარგობრივ უწყებებთან ინტენსიური და კოორდინირებული თანამშრომლობით მიღწეული შედეგების და გამოვლენილი ტენდენციების ანალიზის საფუძველზე ვიმსჯელეთ სამშვიდობო ინიციატივებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის უკვე გახსნილი შესაძლებლობების შემდგომი განვითარების გზებზე, რათა ჩვენი ძალისხმევა მაქსიმალურად იყოს მორგებული არსებულ საჭიროებებს და მეტ შედეგებს მივაღწიოთ ქართულ-ოსტური და ქართულ-აფხაზური საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის და შერიგების გზაზე. მეძე დასრულებულია ეთერში 14 საათზე დაუბრუნდებით დროებით.